მოგესალმებით. გამარჯობა. ჯიმი, ნიკო, ქორძე, დათო, კამერის უკან. და როგორც ყოველთვის, აგერ უკვე ამდენი წელია. აგერ უკვე 7 წელია. კი ბატონო, რადიო თავისუფლების გავარჩი. რაც ეგრე იქნება, ხო, რადიო თავისუფლების სამზარეულოდან გიერთდებით. ყოველთვის აქ არ ვიყავით, მაგრამ ხან აქ ვიქნებოდით და ხან როგორ ხართ? როგორ ვიქნები, ნიკო? აი, საფიქრალი და ის პრობლემები გამიჩნდა. უფროსობა მისაყვედურა, რომ აი ტაიპოები გაქვს ბევრიო ტექსტშიო, მასალაშიო. მე რატო ხო, მე ვხარ, იმიტომ მაქვს ტაიპოები, რომ ხელსაწყოები არსებობს. ხო, და აი ფასიანი გახდა და არ ვიყავი მე მომზადებული ვერ დავხდი. გავიკარი ნიკო ჯიბეზე ხელი, მაგრამ ცარიელი აღმოჩნდა. ანუ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ვინც არიცით, ერთი Word-ში რო წერ, ის გისწორებს გრამატიკას, მაგრამ Microsoft-ზე უკეთესად მუშაობდა უკვე რაღაც ხნის განმავლობაში Starbechdil spell checker G, Starbechdil ძალიან კმაყოფილი. ძალიან ისეთი სერვისი, კარგი, რომელსაც ვისაც ტექსტების რედაქტირება და რაღაც შეხება ჰქონდა და ფასიანი გახდა. ხო, 500 სიტყვას, ესე იგი 500 სიტყვას ნიკო, მე ერთი ხელის მოსმით იმენ 500 სიტყვა მეყოფა და არა, ხო და ვერ გავატარე და ახლა თვალებზე მოგეხსენებათ. კი გამოვიყურები თინეიჯერივით ნიკო, მაგრამ არა ვარ თინეიჯერულ ასაკში და თვალებზეც ისეთი პრობლემა აქვს და მოკლედ ჩემს იმედად ვერ იქნება რედაქცია, რომ მე აღმოვაჩინე იქ ტაიპოებს და რა. იცი რა, დედაჩემაც მითხრა ეგა, რომ აი ფასიანი გახდაო და ანუ რაც მას უთხარეს გეტყვი რა, აბა უნდა ქნან. ანუ ხო, კონკრეტული ტიპები არიან, სერვერი ფასი ღირს, იქ რაღაცა ხელით რაღაცეების ისიც უნდა. ფული ხომ დაიღონ იმათ. იმან აიღოს ფული, მაგრამ ხო შეიძლება რაღაცნაირად ფონდი შევქნათ ნიკო, გამოვისყიდოთ და ხალხს მივცეთ როგორც. თუ გინდა აუკრიბავთ სამსახურში ფულს და 18 ლარს თვეში გადაგიხდით. ანუ ისე ვთქვი, ირონიას ვთქვი. მე ნუ ამიკრიფავენ კაცო, კორექტორი, რედაქტორი ვინც არის და იმათ აუკრიბონ და ის იყოს. მან და ისეთი ვარიანტი, რომ ან სამსახური ყიდულობს მაგას შენთვის, ან შენ თვითონ არც ერთ ენაზე არ არის უფასო ნიკო, არსად არ არის 64, სადაც ცხვრები და მგლები ესე მშვიდობიანად ძოვენ ერთად. არაფერი აღარ არის. რძისა და თაფლის მდინარეები მოდის და არავინ კაპიქს არ იხდის, არსად არ არის. მოდი ესე კეთვა, ჯერ როგორ არ არის, მაგრამ მან და ესეთი მარკეტინგში და იმაში ესე ვამბობთ ხოლმე, რომ თუ ფულს არ იხდი, პროდუქტი შენ ახარ. არის უამრავი პროდუქტი, რომელიც უფასოდ გეძებს, თქვა Gmail-ი, Facebook-ი, რაღაცა. რა? ხო, რატო? ამ შემთხვევაში უფასო მოკლედ არაფერი არ არსებობს. ამ შემთხვევაში შენ თვითონ ხარ პროდუქტი და შენ ხარ ის მომხმარებელი, რომელსაც რეკლამის დამკვეთს ან ვიღაცებს მიყიდიან. ზოგ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს, რომ შენ რაღაცას რო ჩაწერ, ის გამოიყენონ large language მოდელების ChatGPT-ების და მსგავსების ტრენინგებზე წასაყვანად, ან რაღაცა შეიძლება სხვა იყოს. ყოველ შემთხვევაში ეს spell checker G Starbechdil არის მცირე გუნდის გაკეთებული, რომლებსაც მომენტ რო გითხრა, რომ თუ საქმეში ყოველდღე იყენებ. ახლა კი არ მინდა ვთქვა, რომ რაღაცა არავის არ გვილხინს და ზადმეტი გადასახადი არავის არ გიხარია, მაგრამ 18 ლარია თვეში არ არის, რაღაც წარმოუდგენელს არ ითხოვენ. ნიკო, მე არ გადავიხდი, იმიტომ რომ ეგრე ხშირად არ ვიყენებ, მე Word-ის ჩაშენებული რაც არის, ისიც მყოფნის, მიუხედავად იმისა, რომ ის ახლა Starbechdil ბევრად უკეთესია, მაგრამ ნუ თუ საქმეში იყენებ და მაგაში კიდე ხელფასს იღებ, რატო Starbechdilებზე შემსვეს რა, აი როგორც აი სადარბაზოში რომ გაგიკეთებენ რა წამალს და ნარკოტიკებზე რომ შექსვავენ და მე რომ შენ დარბი ხარ და მე დეიჩალი შეძმავ, აი ეგრე უგზნობ თავს ნიკო. ეგ მაინტერესებს ლომკა მაქვს ახლა და ეგ რო აი ეხლა უფრო მოგინდა ხო არა ეხლა უნდა მივიდე და ყველაფრის მინდა სპელინგზე გატარება. ოდეს მე მომხდარა რომ ვინმე სადარბაზოში შეუთრევიათ და ძვირიანი ნარკოტიკი ძალით მოუხმარინებიათ, იმიტომ რომ ეგ არის ეძებენ ხო ეგეთ სადარბაზოებს ხალხი. ხალხი ეძებს ეგეთ სადარბაზოებს და თან ესეთი იმთავითვე არასწორი მიდგომა არის მასთან დაკავშირებით ნარკოტიკები როგორ მუშაობს. ანუ არც ერთი არ არის რომ გაგიკეთონ და მე ავტომატურად დამოკიდებული ხდები და ის გჭირდება. ყველაზე ძლიერ მოქმედი ნარკოტიკებიც კი ანუ ჰეროინის მომხმარებლების დიდი პროცენტი არ ხდება მე ჰეროინ დამოკიდებული. სხვა რაღაცას იწვევს. ეგ ანუ მარტო ნივთიერება კი არ არის, არის ცხოვრების სტილი, არის რაღაცა გარემოვინა ყავს, ასე შემდეგ, რამდენად ხელმისაწვდომია ნარკოტიკი. ასე რომ თუ ვიღაცამ შეგათრია სადარბაზოში და რავი ფენტანილი გაგიკეთა და არ მოკვდი, ავტომატურად არ ნიშნავს რომ მოძიებას დაიწყებ.
თუმცა შეიძლება თქვა რომ არა, კაი რაღაცა ყოფილა და მე გავა 5 წუთი და მცარბეჭ ტილს ამოართმევ ფულს აქეთ და არ ვიცი რა ხდება. არ ვიცი ხო, აი გახსოვს ის რომ გაუქმეს ეს ფილმების საიტები. ხო რაღაც ეგეთი ის არის, ხო, მაშინაც ესე არისო, განცდა იყო, რომ რატო უფასოდ, რატო არ უნდა შემეძლოს ყურება და რაღაც ეგეთი. მე მაგაზე დღემდე მაძახებენ ხოლმე კომენტარებში და ამიტომ არ მინდა იქ ითხოვ რომ უფასოდ უყურო. სადა? აი საიტებზე ფილმებს, რომ აი კანის ფესტივალის ლაურეატი გუშინ გახდა და დღეს მე ხო ფულს ავშოვლობ ამ ფილმის ყურა. ეგ ჩემი საქმე იყო. არა, ჯერ ერთი არა ვითხოვ, ერთი მით უმეტეს რომ ძალიან ის უნდა ვიყო ფარისეველი რომ მაგაზე ვილაპარაკო, მთელი ცხოვრება რაც ნაპსტერი გაჩნდა. ეხა ჩართული ვიყავი პირატულ სიმღერა იქნებოდა თუ კინო იქნებოდა თუ რაღაცა იქნებოდა. ოღონდ ლაპარაკი იყო მაგ კონკრეტულ შემთხვევაში იმაზე რომ ესე იოლია, ესე ცხადი და ესე გამოსაჩენად არ უნდა იყოს. მით უმეტეს რომ ის საიტებიც სადაც შედიოდა უფასოდ უყურებდი, რატო აკეთებენ ამას? რატო აკეთებენ? ხო, ფულს შოვდნენ შენზე ამ შემთხვევაში, ანუ ტიპები სხვის გაკეთებულ საქმეზე თვითონ აკაც იშოვონ ჩემზე რა. აკაც არ ანუ ის არის ახლა ტორრენტებიც არსებობს და რაღაცა აპლიკაციები რომელიც მოკლედ. მაგრამ ეხლა გადავალთ შემდეგ თემაზე. ანუ არის ხალხი ვინც იტყვის რომ აი საქართველოში ვთქვათ მუსიკოსის დაფასება არ შეუძლიათ და პარალელურად ლაპარაკობენ რომ ყველაფერი რასაც მუსიკოსი გააკეთებს ამ ფოტოგრაფი გააკეთებს ამ წერალი დაწერს ან რაღაცა უნდა შემეძლოს რომ ესე არის. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა უამრავი წიგნი მომიპარავს ესე ქართველებისას არ შვები. იმიტომ რომ ერთია რომ თქვათ რაღაცა დეტექტივის წაკითხვა მომინდა ან რაღაცა საბეცნიერო წიგნს ისე არ ვიყიდი და შევედი და არა ლეგალური გზით შეიძლება რაღაცა ვქენი, მაგრამ თუ ეს ქართველი ავტორია ვფიქრობ რომ რა ვიცი, ხა ჩვენიანები ხართ არიან და შეიძლება მიძვირებოდეს ეს ფული, მაგრამ არ ვიწერ ხოლმე ისე. ხო და რა შეასაქმე? რონახო მუქთად გდია არა იღებდი, ხო? ანუ ამიღია. ქართველი ავტორისას. ამიღია. წიგნი მომიპარავს, არ მიპოვნია. მაგრამ ნუ ახლა შემია. ახლა ჩემია. მაგალითად ბოლოს წინ რაც მოვიპარე ქვია, ანუ ნაქირავე ბინაში ვიყავი და წამოვიღებ წერლობის მოთვინიერება აკაკი ბაქრაძე, მაგრამ ბევრი წიგნი იყო იქ რაღაცა ძველი გამოცემა თუ არა? ძველი გამოცემა და დავიწყე კითხვა და მეთქი ალბათ აქაც კაია რომ იყოს, მაგრამ ძალიან მინდა რომ სახში მქონდეს და დროდადრო წავიკითხო თქო და ვიცი ლიტერატურის მუზეუმმა ხელახლა გამოსცა შევსებული და გამოსცა აი უხვად დასურათებული იქ სურათები არ არის საერთოდ, მაგრამ ეგ მომწონს კიდევაც რაღაცნაირად ისეთი სახმარი წიგნია რა. მე უფრო ეგეთები მომწონს, ანუ ზოგი ხო არის მაღალი პოლიგრაფიული რაღაცა. ეგ ჩემთვის უფრო დასათვალიერებელი წიგნია და ეს აი მიაგდებ, აიღებ გადაფურცლავ ისე რომ არ დაგენანება, იმიტომ რომ ესეა გაკეთებული. მაგრამ ხელოვანის დაფასებას რაც შეეხება, ანუ ეხა ხშირად მხვდებოდა ეგ, იმიტომ რომ გარდაიცვალა დადა დადიანი ქართული როკ მუსიკის, ალტერნატიული მუსიკის ერთ-ერთი პიონერი, ძალიან დაფასებული და პატივსაცემი ადამიანი ვიწრო წრეებში და ნუ მე ნელ-ნელა უფრო ფართო წრეებშიც და ეხა არ მინდა ყველა ჯერზე გადაცემაში ის კონდეს ნეკროლოგივით ან რაღაც გახსენება, თუმცა ნუ დაადადენ დიდი ფიგურა იყო. ეხა თქვა მახოზგან განსხვავებით არ პირადად არ შეხვედრი ვარ მე სხვები შეხვედრიან, მაგრამ სულ ეხა ბავშვობიდან მისი სახელი და საქმე და რაღაცა ვიცოდი, მაგრამ ძალიან ბევრი აქ გაკეთებული, ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი. ხშირად წერენ ხოლმე მაგასთან დაკავშირებით, რომ აი როგორ არიციან საქართველოში დაფასება მუსიკოსების და თქვა აი დადაც იყო ლაპარაკი, რომ თავის დროზე 90-იანებში იყო, მე მოუწია რომ ინგლისში წასულიყო, იქ რაღაცა მე ჩამოვიდა. მე მგონია რომ ეგ არის ხოლმე არასწორი ნარატივი ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ 90-იანი წლები იყო. ხო, შეიძლება რომ მაგას კი, მე რაღაცას მაგ თემაზე რაღაცას მოვუძებდი. განსაკუთრებით მუსიკოსებზე იმაზე, რომ აქ ხო არავის დაფასება არ შეუძლიათ და მე იძულებული ადამიანი რომ გაიქცეს და ის იყოს დაფასებაში რა იგულისხმება გააჩნია. 90-იანები მძიმე დრო იყო და ფულს ვერ იშოვიდი მაგ მუსიკით, შანსი არ იყო. ანუ მარტო მუსიკით, ვერც მხატვრობით და ვერც თქვათ ეგის დრო იყო, როცა პროფესორებს შეათ რო ამბობდნენ, ოღონდ ლიტერალი ეგრე იყო, ანუ რაღაც კოშმარი პერიოდი და მართლა ფიზიკურად რო შეიოდა ხალხს და ციოდა და ან თვითონ დამსახურებული ხალხი, ვისაც ხა ზოგი ის იყო, პაპაჩემი მიშა ჭაბაშვილი ბევრი ქონდა გაკეთებული ძალიან თავის პერიოდში, მაგრამ ბოლოში არ იყო ის შემოსავალი და ის არ ქონია რომ დაინგრა ქვეყანა, რაც წესით ეკუთვნოდა და კიდე სხვაებიც ბევრი იყვნენ ეგრე. მაგრამ მე არ მგონია რომ იგივე დადადიანი
დაუნახავი დარჩენილი ყოდეს მე, იმიტომ რომ ეხა ბოლოს ბევრი წელია ხა ისე აღარაფერი გაუკეთებია მუსიკალურად, იმიტომ რომ არ იყო მაგის იმაზე. ხოდზე ვერ იმეშვებოდა, მაგრამ რაც გააკეთა განწყობაზე რაც გააკეთა დარჩა ყოველთვის და დარჩება კიდე და მთელი თაობები არის მაგით შთაგონებული და თუ აი თქვა იმ დროს მუსიკას იწყებდი იმ განზრახვით რომ ბევრს გაუტყდა ეგრე ირაკლი ჩარკვიანიც ეგრე იყო ეს ხებიც ვიცი რომ ეს არ ვარ რომ ყველგან ჩემი მუსიკაა და ცოტა რაღაცა ორი კაპიკი აქედან ხომ მქონდეს ეგ არ არის ეგ დაფასების და დაუფასებლობის ბრალი არ არის ეს არის ქვეყნის კულტურის და სიღარიბის ბრალი რომ რაც არ უნდა მაგარი მწერალი იყოს აი მაგალითად აკამორჩილაძე ხო სხვა მწერლებიც რო ავიღოთ რომლებსაც ასე თუ ისე ნორმალური ტირაჟები აქვთ ხო ისინიც ვერ ცხოვრობენ ლიტერატურით და დარწმუნებული ვარ ხელოვნების ვერც ერთ სფეროში ვარსკვლავი აი ვარსკვლავივით ვერ იცხოვრობს არ ექნება ესე იმდენი შემოსავალი ხო და ეს არის იმის ბრალი კულტურის ბრალი რომ მართლა არ არის ესეთი მომხმარებელი მასიური აი ხო გეუბნები ადრე რომ მე მასალას ვაკეთები და ბესტსელერი რა არის დასავლეთში სადაც კითხულობს კი ჩვენ ხო ყველაზე ჭკვიანები და ყველაზე მკითხველი ერი გონია ჩვენი თავი მაგრამ ეგრე არ არის რა ტირაჟები არის დასავლეთში ბესტსელერი და რა ტირაჟები არის ჩვენთან ხო აი იქ არის რაღაც მთელი პოპულაციის მოსახლეობის დაახლოებით 10% და როდესაც 100 მილიონიანი ერი ან 10 მილიონიანი ერია წარმოიდგინე რამხელა ტირაჟები არის და ჩვენთან აი მაგარი ამბავი არის თუ გაიყიდა 2000 წიგნი ნუ წარმოუდგენელი ამბავი არის ეს ამბავი რომ აი ამას თუ ჩავდებთ რომ არ არიან დაფასებული არა რა 20,000 ბესტსელერი 20,000-ით ბიჭო 20,000 ასე იგი სალამს არ ვეტყვი არა 2,000 ადამიანი თან ხო ხდები 2000 აუ იქ პრეზენტაციაზე იქ ვიღაცა თვითონ ავტორის რაღაც ეკუთვნის ის ჩუქნის და ის არ არის 2000-იც რო იყოს არა ვარ კითხვა არ კითხულობს ხალხი აი გეუნები ხო ჩემ თავზე გამოცადე ქალმა რომელიც სიტყვაზე ჩვენს ხელობაში არის და მოეთხოვება ისედაც რაღაც პულსა ედოს და კითხულობდეს ხო ისე გამლანძღა რომ ტექსტიც აკითხული არ ქონდა აი ხო აი ანუ რაღაცას რო წერ რაღაცის შესახებ პატარა ხო უნდა ან ჩახედო ან ხელში მაინც დაიჭირო რასადროდის არ იყოს იმისი ხო და ისა აი დაფასე იმე არ გაქვს რა ეგ არის დეკადების ხო მაგარი იმიტომ რომ თვითონ ბატონმა წამყვანმა შეუსრულა რა კულმინაცია მოამზადა და ხო და ამ თვალსაზრისით თუ ავიღებთ რომ სიტყვაზე ეს დაფასებას თუ გავაიგივებთ მატერიალურ ანაზღაურებად ნუ არ არის მაგრამ მეორე მხრივ ვინც ამას ლაპარაკობს რომ დაფასებული არ არის რას ნიშნავს დაფასებული არ არის იმ ხელობაში ვინც არიან ყველა მიცის მისი ფასი ხო აი ვიღაც ტიპს უნდა რომ მიეტმასნოს რაღაც ამ იმას რომ თვითონაც არის და თვითონ გაიგო პირველად ან თვითონ არ იცოდა და ახლა ასე გონია რომ ასევე არავინ არ იცოდა და ამით რაღაცნაირად გამოსავალს პოულობს რომ თქვას არ იყო დაფასებული აი თვითონ მახო იქიდან სულის აქცენტება თვითონ გადაობდა ამ იმაზე რომ დაწერდნენ ვიღაცაზე რომ აი მაგალითად დაუფასებელი წავიდა და არ არის დაფასებული ერთ-ერთი სტატუსი ქონდა ეს ისევ დაიწყეს რომ მახოზეც იკითხა ვიღაცამ რომ მე მგონი ვერ დავაფასებ და არ იყო ისე დაფასებული თვითონ გადაობა ამაზე რაზე მეცინებათ იცი ტიპი პირველად რომ წაიკითხავს რომელიმე წიგნს მოისმენს რამე ალბომს და ამბობს დაუფასებელი წიგნია დაუფასებელი ალბომია შენი დაფასებული არ გაიშვას ეგეთი ვარიანტი არის ახლა ვინც მუსიკაშია ხო დადადადიანის ფასი ყველა მიცის ხო ყველა მიცის და ძალიან ბევრზე გავლენა მოუხდენიან უბრალოდ კი არა რომ აი რა კაი რაღაცა გააკეთა თავის დროზე და всё ანუ მაგის ხათრით აქვს ხალხს გიტარა ხელში აღებული და სიმღერა დაწერილი და დადას და მაგის თავების დამსახურებაა რომ განსხვავებით მწერლობისგან დღე აი ბოლო რამდენიმე წელია ისე არის რომ თქვა ეს ინტერვიუების სერია მქონდა მუსიკოსებთან Kill Ages-თან მქონდა და ისინი ამბობენ ჩვენ არ გვიმუშავა ანუ ჩვენი საქმე ეს არისო და მარტო ისინი არ არიან ანუ ეხლა შეგიძლია რომ თქვა მუსიკალური ბენდი გქონდეს და სამსახური არ გჭირდებოდეს ანუ რაც შემოსავალი მანდიდან გექნება შეიძლება სუპერ პოპულარული ყველაზე ის არ იყოს მაგრამ მაგის მეორე მხარეა რომ სამსახური მაინც გაქვს იმიტომ რომ სულ კონცერტები უნდა ჩაატაროს სულ რაღაცა უნდა ქნა იმიტომ რომ თუ მოეშვები პასიურად შემოსავალი მანდიდან არ გექნება რომ თქვა რაღაც ჰიტები გქონდა რაღაც დროს სიტყვაზე ლექსენი ხარ და გქონდა არ ვიცი რამდენი ნომერი პირველი ჰიტი ბევრი ნებისმიერ სხვა ისევ ლექსენთან ინტერვიუშიც მაგაზე ვლაპარაკობთ რომ მაგ დონის შემსრულებელი მოგწონს არ მოგწონს არის პოპულარობის მხრივ
შეძლებდა რომ აი მე შეგიძლია რომ აღარ იმუშაო რა რაღაც შენი სიმღერები თუ სადღაც არის ჩართული და რაღაც ფულს წერს რა ეხლა შეიძლება რომ ამერიკის დონეზე საქართველოში არ დაწეროს მაგრამ იდეაში მე მგონია რომ სწორია რომ რაღაც ის რო გექნება შენ სიმღერებს რომ ხალხი მღერის ცოტა ჯიბეზეც აისახოს ეს და არა მარტო გულზე და ეგ ბერს უტეხდა გულს იმიტომ რომ იყვნენ მომღერლები რომლებიც ამბობენ რომ რავი აი ჰიტები მაქვს ხალხი ჩართავს და მაგრამ სახში დენის ფული მაქვს გადასახდელი და რა ვქნა ეხლა მე და ეგ გადის პირდაპირ საავტორო უფლებების დაცვაზე იმიტომ რომ ქეთათო იყო ხოლმე ვილანი რაც ბევრი ამბის პოპიაშვილი ხო ქრივი ირაკლი ჩარკვიანის რომელიც ძალიან ხმალამოღებული და ისე იცავდა ხოლმე რომ სად შეიძლება გამოიყენოს სად არა და ეხლა შეიძლება ისე ან ზედმეტი მოსული ან ტაქტი სხვანაირად ერჩივნოს ვიღაცას თუ რაღაც მაგრამ მართალია ჩემი აზრით აბსოლუტურად რომ თუ არ იბრძოლე ვიღაცამ თუ არ იბრძოლა მე ისე იქნები რა რომ ნახე 10 წლის სიმღერა დავწერე დღესაც რო დაიწყო ყველა იმღერებს მაგას მაგრამ მე მანდიდან კაპიქს არ ვნახავ გარდა იმისა ხალხის სიყვარულისა და ეხლა ცხადია რომ მუსიკაში რომ მიდიხარ თუ აი ეგ ხალხის სიყვარულის გამო არ მიდიხარ და იმ кайფით რომ სცენაზე დადგები და ვიღაცეები თინეიჯერი იქნება თუ უფროსი იქნება ძილის წინ ჩართავს თუ აი რაღაც ინტიმური ურთიერთობა იქნება შენს ხელობასთან და მუსიკასთან კიდე სხვანაირად გაკვიდე ტექსტთან იმიტომ რომ ერთ წიგს რამდენჯერ დაიქვა 10 ჯერ მაქსიმუმ და ერთ სიმღერას მოისმენ მილიონჯერ და რაღაცა სხვანაირად გაგიჯდება ხო ეგ არის ნუ ეგ პრობლემა არის ხო გეუბნები მე მაინც ვფიქრობ რომ ეგ არის კულტურის პრობლემაც არის და აი ეკონომიკური პრობლემაც არის რომ კარგ შემოქმედსაც კი არ შეუძლია თავისი შემოქმედებით იცხოვროს აი ახლა რა მაგის მაგალითი არის მაგრამ რატომ რაღაც პარალელის გავლება შეიძლება ბუკინისტურ ჯგუფში ჩემი წიგნი გაიჩიტა ნუ ახლა ეს პირველად ასე ვთქვათ რომ ჩემი წიგნი მოხვდა ბუკინისტურ იმაში ხო აი თავის დროზე იყიდებოდა 40 ლარად ახლა იყო 55-ია ცოტა 95 დაიტაცეს და მე ისა რომ აი რო გამოჩდება მე ჯერ მე მტყარი და მისი ორი ნაპირი რომელიც აღარ არის უკვე ქსელში მაქედან მე ასე ვთქვათ ჰონორარი ფაქტობრივად არ ამიღია აი ესე რომ ფული ამეღო ჰონორარი ხო უყურე როგორი რაღაცა არის და აი კმაყოფილი იმის გამო რომ რაღაცნაირად ეს კულტურაც ესეთი გვაქვს და ეკონომიკური სიტუაციაც ესეთი გვაქვს აი შემოქმედი თავის წარმატებად მიიჩნევს იმას თუ კარგი კრიტიკა აქვს თუ კოლეგებს მოეწონა ვიღაც ავტორიტეტი არის და იმან თქვა 2-3 სიტყვა კარგია თუ სადღაც რაღაც კონკურსი მოიგო ის რომ მე ბესტსელერად იქცა და იქიდან რაღაც არჩინე და ისა სამწუხაროდ ესე არ გამოდის ხო და უყურე რას ვამბობ აი რაღაცნაირად არის აი მოჯადუებული წრესავით არის ხო როგორ არის ავტორი გამომცემელი მაღაზია ან დისტრიბუცია გამყიდველი ხო ყველა დაზარალებულია სათითაოდ რომ მიადგები ყველა აიმაშება რომ არ იყიდება შენი წიგნი არ იყიდება აი თაროზე დევს და ადგილს იკავებს და რა როგორ მოგცო ხონორად გამომცემელიც გეუბნება არ იყიდება მაღაზი ხო და აი ეს რაღაც ეგეთი ის იყო ხო აი ეს არის მე ახლა მესმის იქ იმით დავიწყეთ ჩვენ იმის იმ სპელჩეკერით და ის სპელინგის იმით ხუმრობით რასაკვირველია სადაც ინტელექტუალური შრომა არის თან ძალიან ხარისხიანი და კვალიფიციური შრომა არის აი ძალიან მივეჩვიე და ძალიან კარგი არის ხო მაგრამ ახლა ისე ამოვთქვი რა რომ ახლა ყოველდღე რომ მიდიხარ პირს გააღებ და რაღაც გებრიელს ჩაგიდებ და მე ერთხელაც მიხვალ ანეკდოტიც ხო არის ის ფულს რო აძლევს ყოველდღიურად სამსახურში რომ მიდის და ერთ დღეს რო ვერ მიცემს იმდენს და რატო და ცოლი მოვიყვანებ და ჩემ ხარჯზე რომ ეგეთი ამბავი არის თორე ნესმის რომ აღარ ვინც შრომობს და ვინც რაღაც ხარისხს ხდებს რაღაცნაირად უნდა ანაზღაუროს. თან მუსიკაზე ალტერნატიული წყარნო რატო შოულობენ ახლა ესენი ფულს რომ ზოგადად თელ სოფლიოში დაეცა ეს პასიური შემოსავალი რაც თქვი რომ ადრე დისკს გამოუშვებდი და დისკის გაყიდვიდან რაღაცა მოგდიოდა თუ შენ სტუდიამ რაღაცა ციფრულმა იმან სტრიმინგიდან კაპიკები შემოდის თუ აი რაღაც ძალიან მაგრამ ისე ჩაძირა ალბათ დისკები ხო? ხო დისკებს აღარავინ აღარ ყიდულობს მარტო სტრიმინგია ისედაც შეიძლება სტრიმინგზეც არ იყოს და YouTube-ზე უსმენდე და მოკლედ მანდიდან არ შემოგდიოდეს ფული მაგრამ ნუ კონცერტებიდან შემოგდის რო ჩაატარებ რაც ასევე წლები დაჭირდა რომ ეგეც დალაგებულიყო საქართველოში, იმიტომ რომ მე რო დავიწყე კონცერტებზე სიარული, მაშინ ფულს არავინ არ ეხტიდა კონცერტში, ანუ ან შეიპარებოდი, ან ისე შეძვრებოდი, ან რაღაც თქვა თუ იქნებოდა 100 კაცი, მაშინ ბევრიც არ დადიოდა. აქედან ბილეთი ქონდა ნაყიდი 10 ალბათ. ზოგი იყო ან დაპატიჟებით, ზოგი იყო ან სიაში, სია ხაც არის, მაგრამ ნუ ბევრი იხდის
ფულს და მიჩვევის ამბავია, იმიტომ რომ რაღაც თქვა მიდიხარ სადღაცა და იტყვი 30 ლარი ბილეთი რა ამბავია და იგივე ხალხი მე წავა და ხიდზე რაღაც რო შეხვიდიან ბასიანზე 80 ლარი 100 ლარი 50-დან იწყება 50-დან 100-მდე ხო რომელიც ანუ ოკეი ბაზარი არ არის მაგრამ ეგ მარტო ბილეთის ფული ერთი ღამე გასვლა შეიძლება 200-300 ლარი ძალიან ჩვეულებრივად დაგიჯდეს მე არ დავდივარ მაგრამ ვინც დადის იმას ხო და კონცერტი რო 2 საათიანი არ ეკუთვნის რა 30 ლარი რო გადაიხადო ანუ ის არის მეორე მხრივ ანუ ვის აქვს ესე ყოველ იგივე ციგნებზე რო ამბობენ რომ 40 ლარი ციგნი რა ამბავია და ეხლა რავი ტიპი შეიძლება ერთი წელი წერდა იმას და მე იმას უთვლიან ხოლმე რომ ქაღალდი რამდენი დაждდა და ბეჭდვა და ქაღალდა ბეჭდვა არ არის მან რელევანტური ისეთი მნიშვნელოვანი არ არის გუშინ უყურებდი ვიღაც ის იყო ამერიკელი თუ იცით iPhone-ი რაჯდება ესე ეტო რომ აი ნაწილები რო აიღო მარტო და შეიძლება აღმოჩნდეს რომ $80 თუ არ ვიცი რაღაცა ცოტა რა მაგრამ ეგ არის აბსურდი იმიტომ რომ research and development-ი რა გიჯდება სადაც მილიონები ანუ ის რომ ეს პატარა რაღაცა ტექნიკურად აწყობილი შეიძლება 10 იმდენი ფასი ღირდეს მაგრამ იმის უკან დგას ფულსაც ჩაულობენ საკაიფოდ Apple ისეთი მდიდარი კომპანიაა მაგრამ მარტო ნაწილების დათვლა არის სისულელე იმიტომ რომ ნაწილები არის ნივთია ანუ რაღაც ჟესტია როგორ ჟესტი ხო ჟესტი პოლონურად ვამბობ რუსულად კი არა ჟესტი და იმის უკან არის რა ცოდნა და რა ისჭირდება როგორ არის საერთოდ გაწყობილი და დიზაინი და რაღაცეები მოკლედ წვიჯდება რა ხო მე აი ჩვენს მაყურებელს ვეტყვი რომ რადიო თავისუფლების საიტზე არის დადადიანზე საათზე მეტი არის ალბათ ფენოვანის გაკეთებული აი გურგენასი და მიროს გაკეთებული ფილმი ხო ძალიან კარგი სადაც ჩანს როგორი ჭკვიანი ნათელი გონების სწორი პოზიციის და კარგი ადამიანი არის და კარგად გაკეთებული ფილმი არის თვითონ მუსიკითაც გაფორმებული და ესეთი ის არის რა რეკომენდაცია ჩემგან რომ თუ უყურებთ მიხვდებით როგორი ადამიანი იყო რადონი შემოქმედი იყო და ხო ისეთი კომპლექსური პიროვნება იყო ანუ ქონდა რაღაცა ფიზიკური პრობლემები მენტალური პრობლემები ეთყობა იქ მაგრამ აი ხელოვანს როგორც აქვს რაღაცა აი რაღაცა აი შინაარსიანი რო ლაპარაკობს ხვდები რომ აი რაღაც დიდი საქმე დგას მის უკან და აი ცხოვრების დიდი გამოცდილება და გაკეთებული საქმეები შენს იმაში ნიკო versus იმაში არ ყავდა ხო რომ მაშინ იცი რა რო ფიქრობენ მაშინ ესეც ხო ჩვენი დადებულია ხო მახსოვს რაღაც ის იყო ხო რომ რაღაც დროში ისაკე აქ ამათმა გააკეთეს და რაღაც პაუზას ელოდებოდი თუ რაღაც ესეთი ხო ფიქრობდი რომ რაღაც ხნის მერე თქო და ასევე ეს ვფიქრობდი რომ თვითონ დადაყოფილიყო ისე რომ თქვა აი 1 საათი გოლაპარაკა გადაბმულად და ყოველთვის არ იყო ხოლმე ეგრე რა ეხლა ამ ვიდეოსაც მგონი 1 კვირა წერდნენ მიდიოდნენ იქ იმუშავებოდნენ და ცე ქონდა თქვა აი გამონათებების პერიოდი რომ 9 საათი ძალიან სიბრძნეებს რაღაც დაждდება მოგიყვება და მე შეიძლება რაღაც დანარჩენი ის არ იყოს მასალა ისეთი რომელსაც გამოიყენებ ხელოვანი ხალხი ეგრეა ხოლმე ბევრი რომ რაღაც სხვა ის გჭირდება ენერგია რომ ხანდახან იწვევი შიგნიდან და იცი რა არის აი ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი აი რაღაცნაირად უბრალოდ აი იმის გამო რომ აი თვითონ საზოგადოებამ ვერ მოაბა თავი რომ რაღაც ესეთი მდგრადი პოლიტიკური სტაბილური სიტუაცია ქონდეს თორე აი ყავს დარწმუნებული ვარ აი უცბად გამახსენდა ახლა არ დავასახელებ გვარებს აი ვიტყვი აი გიახადური ბიძინა მაყაშვილი ეგენიო აი ამ ტიპის ამ მასშტაბის შემოქმედზე აი კარგი ესეთი მონოგრაფიის დონის კაი წიგნი შეიძლება იმიტომ რომ პერიოდები ხო ლაშაგაბუნიას შეეხება და კიდევ ერთ ხოს ჯაბაშავილ და CS Creative Education Studio აი პერიოდებად დაყოფილი ხო აი საბჭოთა პერიოდის ბოლო ნაწილი 90-იანები მერე რო წავიდა მერე რო დაბრუნდა აი რაღაცა ეგეთები და ხო ნიკოსაც შეუძლია ახლა შენიც უფრო ესენი ხედვა აქვს მაგრამ თქვა იგივე დადასთან დაკავშირებით ჯაბას ქონდა კარგად დაწერილი ხო და თვითონ თქვა ჯაბა წერდა რომ დაუფასებელი რაღაც ახსენა მაგრამ თვითონ ახლა თავის თავზე ხო არ დაწერდა ტიპი მაგრამ ბევრია გაკეთებული პოპულარიზაციისთვის იმისთვის რომ აი ძველი სიმღერები რაც იყო რომელიც ან უხარისხო MP3 ამადდებს სადმიან რა ვიღაც კასეტაზე ქონდა შენახული ადგენენ და გააკეთეს და ფირფიტად გამოსცეს და რაღაცა ის იყო რა კაი საქმე არის მაგრამ იმიტომ რომ იგივე დადას ქიშოს და მაგთავების შემთხვევაში ძირითადი პრობლემა არის ის რომ ისე გადმოცემით იცი რომ კაი სიმღერები ქონდა და რომ დაждდა და მოусმინო ბევრი არ არის
ან არის აღსადგენი, ან არის დაბალი ხარისხის ჩანაწერი, ან რაღაცა ისჭირდება, ხელისშევლება ჭირდება, კატალოგიზაცია. რთული კიდე რა არის მაგის დასაწერად, თქვა ჩემთვის, რომელიც ანუ არის ხალხი, ვინც მაგის პარალელურად ცხოვრობდა და პირადად იცნობდნენ. მარტო დადას კი არა, ხალხს და რაღაცა იქ ლადო, კიშო, ირაკლი რაღაც მე რო წერ ხოლმე მჭირდება რომ ცოტა უცხოელებზე რო ვაკეთებ ჩახედო რომ ამ წელს ეს გამოვიდა ამ წელს რაღაცა მოხდა რომ ცოტა და გიათოიძე გვაწყება ხოლმე სულ ახსენოთ და დიდი ფიგურა რომელიც ბევრი აქ გაკეთებული ამორალი წერილი ხო ისი არ არის რომ არ ყავს ესეთი ფიგურები და მნიშვნელოვანი ტიპები მაგრამ არა თან ეხლა ვფიქრობ რომ ჩამოთვლას რო იწყებ ერთ-ერთი პრობლემა ხელოვნებაში ყველგან ესეა ხოლმე მუსიკაშიც და იმაშიც ლიტერატურაშიც რომ ჩამოთვლას რო იწყებ ვიღაცები ახლა ვინც თქვი და ერთი 7 ამდენი არ მithქვამს რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი იყო სხვადასხვა კუთხიდან ზოგი იქიდან ზოგი აქ არის soft-eject ნიაზი ზოგი ცოცხალია ზოგი აღარ არის ცოცხალი ზოგი წასულია მაზერულ მანდეის შეიძლება ვაკის პარკი ახსენო რაღაც მოჟი რატო არ უნდა ახსენო ეს გამოდის ხოლმე რა ნუ ბევრს აქვს რომ ჩემ გადაცემაზე ზუსტად იგივე ტიპის შეხება მქონია რომ თქვათ ნაწყენია რომ მე რაღაცა რატო არ მახსენე სადღაც სადაც ჩამონათვალიყო. ცუდ პონჩი კი არა, იმათ ის აქვს რომ მუსიკაზე ლაპარაკობს ხოლმე სულ რაღაც რამდენი 20 კაცი ვართ ძალიან გავბერე რომელიც ხანდახან რაღაცას ვაკეთებთ ხოლმე და ისევ იგივე დაფასების ამბავში ფული მაინც არ შემოგვსვლია და თქვათ იგივე გიათოიძე შეიძლება არის რომ მახსენეთ მაინც ჩემოსადმე ანუ რაღაც გამიკეთებია ბარეორი და მერე გიჩნდება რომ ხო პროსტა შეიძლება იმ წუთას არ გაგახსენდა რომ გეთქვა ან რაღაც სხვა თემაზე იყო ლაპარაკი და მოკლედ მაგისი იგივე კულტურის და სისტემის და რაღაც ამბავები წერლებსაც აქვს ხოლმე პრობლემა და კინოსაც და თეატრსაც რომ კრიტიკოსების რომ რაღაც გვაგინეთ თუ გინდა მაგრამ რაღაც დაწერეთ რომ აი რაღაც გავაკეთე და გამოხმაურება იყოს სადმე ხელოვანებს ხო საერთოდ არ ვიცი ფოტო და მხატვრები ვინც არიან მე მინახავს მაგაზე როგორც წესი დითი რამბებია ხოლმე იმისგან მიუხედავად კარგია თუ ცუდია ანუ არის რომ აი რაღაც მორიგი გამოფენა შედგა და რა სტანდარტული ფრაზები რომელიც შეგიძლია ნებისმიერზე მოიყვანო იმიტომ რომ რთულია მაგაზე წერა ანუ ხელოვნება ცოდნების მეტი რა არის კარგები არიან მაგრამ ისინი თავისას ფიქრობენ რომ რავი რამდენიმე მხატვარი რატომ უნდა ისა ვქნა ვაკრიტიკო და რაღაცა გული გაუტეხო ტიპს რომელმაც თქვა გამოფენა მოაწყო ის ტიპი ამბობს რომ 10 წელი ხატავდი ამას და რაღაცა აზრიანი დამიწარი ვიღაცა მისაქნას რა რომ ქენი და მუსიკაზეც იგივეა წიგნზეც იგივეა რომ ან გაქვს რაღაცა ჰაგიოგრაფია რომ რა მაგარია ან ხო არა იცი რა არის რავი თავის გამართლების ამბავში ახლა სხვის ეშმაკის ადვოკატი ვიქნები ხო გეუბნები რაღაცნაირად საზოგადოებამ აი ვერ გაივაკა, ვერ ამოისუნთქა, სულ არის ისტერია, ხო, პოლიტიკური, სულ არის რაღაც აი ეგზისტენციალ გადარჩენა, არ გადარჩენის ამბავი და ძნელია რომ აი ესეთი პაუზების გარეშე, ხო, რაღაც, იმიტომ რომ ამას სხვანაირი ჭრეტა ჭირდება, სხვანაირი აი დამშვიდება, დისტანცირება, გახედვა და ხო უნდა კონდეს ამის საშუალება. აი, როდესაც ცეცხლი გიკიდი, აი ტანსაცმელზე მოგეკიდა ცეცხლი, ხო, ძნელია რომ სხვა რამეზე კონცენტრირდე. თორე გეუბნები დაგროვდა მასალა მუსიკაშიც, ლიტერატურაშიც, ბევრ სფეროში, მარტო ეგ არ არის. სათანადოდ ჭირდება გადამუშავება. ნახე ხა ლამაზად რო შევკრათ, მანდაც ფულის ამბავია, იმიტომ რომ ეგ რო დაწერო, 1 წელი მინიმუმ გინდა. კვლევების კეთება, ანუ ცოტა ისტორიკოს საქმეზე არ არის აუცილებელი რომ ვიღაცას დაელაპარაკები, ინტერვიუ ჩაწერე, იქ წავედი, ფული გიჯდება, მარტო ანუ ჯერ ერთი უნდა გიწყობდეს ხელს, ან გარემოც უნდა იყოს ისეთი რომ აი ამისთვის იცლიდეს ვიღაცა და ვიღაცა არ გედგეს თავზე რომ აი ეს ფული საიდანა გაქვს, თუ მოიპოვეს სიტყვაზე რაღაც გრანტი. აი შეიძლება მაგალითად აი რომელიღაც კონკრეტული თემის ან ადამიანის შესახებ რაღაც ნაშრომი დაწერო, მაგრამ აქ ვერ იშოვო ფული, იმიტომ რომ მილიონი სხვა პრობლემა არის და არ იშოვება, მაგრამ სადღაც საერთაშორისო ფონდი მოძებნო, რომელიც დაგიფინანსებს სიტყვაზე და ანუ ახლა უკვე ეს ან ქართული მაგრამ ნუ აქ ყოველთვის ეგ ხარი ხოლმე პრობლემა რომ მე ვინც გაფინანსებს, ანუ რამდენად ჩაერევა შენ საქმეში, მით უმეტეს ალტერნატიულ როკზე და რაღაცაზეა ლაპარაკი და იქ გინდა რომ გულწრფელად და შეულამაზებლად დაწერო, იქ შეიძლება ნარკოტიკებს შეეხო, ალკოჰოლს შეეხო, არასწორი ცხოვრების წესს შეეხო, სხვანაირად ხო იცი როკ-ენ-როლი არ არსებობს ხოლმე. და თან ანუ შეიძლება ვისმენს ვერ ხვდებოდეს რომ 1 წელი ამას რო აკეთებ, ანუ დრო ხო, ფული, ანუ ამას სჭირდება, კარგად რო გააკეთო, ანაკეთებ ისე როგორც ვთქვათ, ბიძინა მაყაშვილის, არ ვიცი, კიდე არის თუ არა მაღაზიებში, მაგრამ მე რა თუ ოდნავ მაინც მუსიკა ვინმეს რამე შეაინტერესებს, ურჩევდი რომ ეყიდა ბლუზით ტყურის პირას
ლაშას ჰქონდა ადრე თავისი ისა სტატიების შეგროვა, მაგრამ ეგ არის ყველა ან ცოტა ავტობიოგრაფიული და რაღაცა მემუარების სლეშ გახსენება რა ხდებოდა, ან უკვე არსებულის შეკუჩება და უკვე არსებული რატო არის, რომ ვიღაცა მუშაობდი სადღაცა და სტატიების წერა იყო შენი საქმე და იმიტომ რომ წიგნი რო გააკეთო გინდა 90-იანების ქართულ ალტერნატივაზე, გინდა რაც სალიტერატურო სცენაზე, თვეები უნდა მაგას, როცა ზიხარ და რამდენიმე საათი სხვა რამეს არ აკეთებ, ამას წერ. რომლის პარალელურად კვლევასაც ატარებ, ვიღაცა შეიძლება ინტერვიუ ჩაწერა, ხო? ვინ ცოცხალი არ არის, მიდიხარ და იმას შვილს ელაპარაკებიან, ცოლს ელაპარაკებიან, მეზობელს ან რაღაცა, იმიტომ რომ კაი გამოვიდეს. და ამ ყველაფერს აკეთებ. პერიოდიკაში დაგჭირდეს ჩახედვა იმ პერიოდის და ბიბლიოთეკაში დაჯდე და მე აქედან რაღაცა ხო და ისა ანუ მარტო ის კი არა რომ შემოსავალი და მოგებანა ხო ის არის რომ შენ თავთან და რა ვიცი ოჯახი ყავს შეიძლება შვილები ყავს და ის დრო როცა საშოვნელად უნდა კონდეს გამოდებული ზიხარ და რაღაცები წერ შემთხვევით და ძალიან დიდი ნება ჭირდება მაგას რომელიც ხშირად ვერ მიყვება იმიტომ რომ რაღაც კარტოფილიც არის საჭირო ნების გარდა ხო ახლა შეიძლება ვიღაცამ გითხრას ის რო არის აი ცუდ მოცეკვავეს ის ვერები უშლის ხელსო მაგრამ ну ჩვენ იმ შემთხვევაში ვლაპარაკობთ და სხვისი გვიშლის ხო სხვა გიშლის ობიექტურად შენ ამისთვის ხარ მზად ინტელექტუალურად და უბრალოდ გჭირდება სახსარი რომ რაღაცნაირად ვერ იარსებებ რა ესე ხო არ არსებობს სხვა შემოსავალი ხო იმ პერიოდში რომ დაჯდები ისეთი ინტენსიური შრომაა საჭირო 24 საათი ამაზე უნდა იფიქრო უბრალოდ თავში ვერ შევუშვებ სხვას ვერაფერს ახლა ვისაც რაღაც თემებზე უმუშავია თუ გინდა რომ ესე ვთქვათ მოიცა თემა და კმაყოფილი იყო და აი ეს არ გააკეთო ხალტურად და რაღაც ნახევარფაბრიკატი ხო გჭირდება თავიდან ბოლომდე ჩართულობა ანუ შენი დრო მთლიანად წავა ამ საქმეზე ხო და ეს ისე ენთუზიაზმით და უბრალოდ მოხალისეობრივად არ გამოდის რა აი რაღაც დრო არის ესეთი შვებულებასაც წირავ მაგ ამბავს სიტყვაზე ხო აი ახლა დარწმუნებული ვარ ახლა ჩვენ ყავს კოლეგები ხო ვინც წერს და რაღაც სხვა საქმეს აკეთებს სამსახურის მიერ აი ერთი სულიად როდის გავლენ შვებულებაში რომ აი ის მეორე ჰობი რომელიც ასევე მნიშვნელოვანია თავიდან ბოლომდე რაღაცას მიუძღვნას ხო და ეს 10 დღეა შვებულება და რაზე გეკითხა რომელიც ასევე საქმეა რა ახლა ამასთანავე თუ სმენდი პოდკასტ ჯონ სტუარტი ჩემ ერთ-ერთი საყვარელი ამერიკელი იუმორისტ სლეშ კომენტატორი არ ვიცი რა დავარქვათ ის ყვებოდა რომ ერთ-ერთი პრობლემა რაც არის ახლა არის რომ ამ კონტენტის შექმნას თქვა კონტენტი არ მიყვარს მაგრამ თქვა აი კინო სერიალების გადაღება Netflix-ი Apple და რაღაცა იქ ბევრი უფროსი მოდის სათავეში ვინც არიან ტექნოლოგიების წარსულიდან რომელსაც არ ესმის ეს შემოქმედებითი პროცესი როგორ არის რო ანუ აი ხო იცით დრო რაღაც თქვა ოთახში შემოდის და 5 რაიტერი მწერალი სცენარისტი ზის და იმ დროს არაფერს არ აკეთებენ ანუ შეიძლება რამდენიმე საათი იყვნენ რა ყავას სვამდნენ რაღაც ხუმრობდნენ ისა და ისე რომ ფულს რაში გიხდით ანუ ეხა რა ხდება აქ არაფერი სად არის დაწერილი ეს ამას რომ რაღაც მომენტში შეიძლება 2 საათი არაფერი აქვს მე მიჯდე და 5 საათი იქნა თავისი ისა აქვს რა რიტმი აქვს მაგას იმეებში და სიუჟეტებში რო არის მწერალზე ამ ხატვარზე რო არის და იქ მაგიდასთან და ეს რო წერს და ან რო ხატავს და რაღაც ნუ ეგ ხო კადრისთვის არის და ახლა ეგრე ხო არავინ მუშაობს რა ნუ ხანდახან კი მაგრამ ხანდახან ნუ სხვანაირად ხდება რა ესე გამართული და ეს კლასიკოსი და ეს აი მის მოაზროვნის პოზაში არ ხდება ხო? სხვანაირად ხდება. ხო არის ეგრე რა რომ მარტო იმაზეც არ არის ფიზიკურ დროზე დამოკიდებული, ხო კიდე სხვა რამე გჭირდება. ხო აი ესე არ ჩანს ზედაპირულად, მაგრამ შემოქმედებითი ადამიანის ეს შემოქმედებითი შრომა არის ურთულესი, იმიტომ რომ ბევრ რამეზე არის დამოკიდებული და კაცმა არ იცის კიდე და არც არავინ არის დარწმუნებული რომ იწყებს რომ გამოვა, ხო? რაღაც ხშირად ყინულზე დადიხარ. ანუ ეს ქონა ის მედია პროდუქტებზეც და რაღაცას ლაპარაკობ, რომ ესეთი რაღაცა რო გავაკეთოთ, ხალხს მოეწონება თუ არა ესეთ შეკითხვა და ანუ გაჩნია როგორც გააკეთებ, შეიძლება ფორმატი რაღაცა არეულ იყოს, მაგრამ დაჯექი და იმუშავა, შეიძლება ტვინში ყველაფერი დაალაგებული გაქვს, რაღაც მელოდია მაქვს თავში, გადასარევი და ჩავწერე და რაღაც მომენტში ან მე თვითონ მივხვდი რომ ესეთი კაი არ გამომივიდა, როგორიც მეგონა რომ გამომივიდა და ან კიდევ უარესი მე ვერ მივხვდი და გონია რომ ძალიან კაი არის, სინამდვილეში არ არის. უამრავი ის რამე არის ეგეთი რომ ფაქტობრივად ესეთი სანაგვეში მოსროლილი გამხდარა მე რომ აი მე ბრილიანტია და მე აუტაცებიათ და უტარებიათ და ის თან ისიც არის მithome რომ ტექსტი როგორი რაღაცაა რომ რაღაცა რომ დაწერე რაც არ იყო ხო ფიზიკურად არ შეგიქმნია მაგრამ უკვე არის წერია ეხა და ის გენანება მე ანუ რა სხვანაირი ურთიერთობა გაქვს შენ
ქენი შვი და იმუშავე და შეიძლება მით უმეტეს თუ 1-15 წუთი დაახარჯე სიტყვა შეცვალე გადაადგილე აი რაღაცა ისქენი ისე ხარ შენია ეგა და მე გინდა რომ სხვებს გაუზიარო და ან კაია და ან არ არის კიდე იმიტომ რომ ვერ გაიგებ მაგას ან კაი და ცუდი ვინ განსაზღვრა შეიძლება ვიღაცას მაგრამ მოხდეს გულში და სხვებმა თქვას რომ მე ვერ ისქენ ხო მაგრამ აი ხო გეუბნები რაღაცნაირად უცნაური ქვეყანა ავაშენეთ რომ ამ იმაში ჯაჭვში ხო შემოქმედებით ჯაჭვში ვინც არის ვინც იწყებს ვინც ქმნის პროდუქციას მე ვინც ამას რაღაცნაირად ფუთავს მე ვინც ყიდის ვინც მე ყიდულობს ყველა უბედურია რაღაცნაირად თუ არავინაა ბედნიერი ხო აი ეგრე გამოდის აი იმიდან ავტორიდან დაწყებული მომხმარებლამდე დამთავრებული მომხმარებელი ჩივის რომ ძვირია და ამიტომ ვერ ყიდულობ ის ავტორი კიდე ამბობს რომ აი ჰონორარი არ მომდის და შემოსავალი არ მაქვს გამომცემელი ამბობს რომ აი არ იყიდება და მე რა ვქნა ხო მე ხო ხარჯი გავწი რაღაცა მაღაზია ამბობს აი ეს უსასრულო თაროები ხო არა მაქვს ისეთი მინდა დავდო რომელიც გაიყიდება და რაღაცა და მოკლედ ეს რაღაც მოჯადოებულ წრეზე ვართ. მაგრამ ნუ აი დაფასება მაინც რაღაც მომენტში აი ორჯერ მოვყავი ყო სხვადასხვა ადგილებში რომ ნიკა კაჩარავი ან ჯორჯანელი და ჩემ მეგობარი მიყვება და ხო ზმუკში ხო იქაც ვილაპარაკეთ მაგას და ეხაც გავიბეორებ რომ მადრონ მანდის რა ხან ახსენიან კაჩაროს და მაგათ სასტავს ევასებოდეთ მადრონ მანდის და რაღაც პუნჩი მაგათი შთაგონებით დაიწყეს სიმღერა ისინიც ინგლისურად მღეროდნენ ესენიც და რაც ის იყო ეს მადრონ მანდის სხვანაირი 90-იან წლებში იგივე თქვა და რაღაცა ზამთარზე მღეროდნენ რომ ეშენი აღარ მჯერა რაღაც ქალაქში გლები მეფობენ და იმათ ჰქონდათ რაღაც მისტერ გრინუეის სიმღერა და ცოტა ამოვარდნილი იყო მაგამ ბავშვი და ნიკამდენ მოპირკეთ ეგ მისწორდებოდა რომ გამოდიხარ ბნელა გარეთ რაღაც ზაღლები დარბიან და ჩემი გამჭირვები აღარ მინდა სიმღერაში ცეგო რა ორივე ის არის ეგ გაქცევაც არის საბოლოო მე მოკლედ ზოძუაშვილმა უთხრა ნიკას რომ მაშინ რო გწოდნოდაო რომ ვიღაცა გვისმენდა და ჩვენი შთაგონებას იღებ და შეიძლება გაგვეგრძელებინაო იმიტომ რომ მაშინ ის დრო იყო რა ინტერნეტი არ აქვს არაფერი რაღაც კონცერტზე გამოდიხარ იქიდან ფული არ შემოგდის 50 კაცი დგას აქედან 20 რაც მოწყენილი სახი და დანარჩენი 10 შენი ნათესავია და არაფერს არ გეუბნებიან და გადის წლები და ფიქრობ რომ რაღაც ბენდი წადი რა საქმე აკეთე $1 რაღაცა რა საჭირო ხარ და ონც ეგ არ მუშაობს $1 თუ 1-2 რაც განათებული თვალი ტიპებმა თუ გითხრეს რომ აუ აი ამ სიმღერამ ამ წიგნმა ამ ნახატმა ამ ფოტომა რაღაცნაირად გამზრინა თუ რაღაცა ქნა ეგ მე გაძლევს სტიმულს რომ სუ იყო. კი. просто მე ფულიც გინდა. ხო და მე არ მიკვირს რომ აი ჩვენი მეგობრები რაღაცნაირად თავიდან ფიქრობ რომ ნუ რა არის რა პატიმოყარეობა რომ აი სადღაც მეტროში დავინახე ჩემ წიგს კითხულობდა რაღაცა ის მიცნო და მოვიდა და რაღაც ნუ ის არის რა ხო და მამის მეტი არც არაფერია აქ ხო მარტო ეგ აქვს ხო რაღაცა რომ და ბევრი ქირქილებს იმაზე რომ ძალიან ის რომ ნებათა ღელვა როა ხოლმე იმაზე პრემიებზე ეს მე ახლა როგორ გითხეთ ახლა საბჭოთა პერიოდს მოსწრები ვართ ხო და მაშინ სხვა ამბავი იყო პრივილეგირებულობის ამბავი იყო ჩაწყობის ამბავი იყო აი რაღაც ხოტბის შესხმის ძალაუფლების და ეს ხო გეუნები აქ ახლა ვიღაცას ალბათ ეს ნებებიც აქვს მაგრამ ძირითადად ეგ არის რომ რაღაც დიდი შრომა დაიწვი დიდი შრომა გასწიე და აი სადღაც გამოჩნდი ხო და მე ჩემთვის მაქვს მარტივი ისა პრინციპი რომ სულ არ მინდა რომ აი ლაურიატ განა არ მინდა სიტყვაზე მაგრამ ნუ არ ჩავთვლი რომ აი სიტყვაზე თუ არ მომანიჭეს პრემია რომ აი დავიღუპე იმ წელს და ტყუილად მაგრამ აი თუ შორტლისტში მოხდა ანუ ესე იგი ვიღაც ტიპებმა წაიკითხეს კომპეტენტურმა ვისი აზრით შენთვის მნიშვნელოვანია და შეამჩნიეს სავსებით საკმარისი არის ეს ჩემთვის ახლა გასაგებია რომ იმ პრემიას რაღაც პატარა მატერიალური ამბავიც მოყვება და ესეც მნიშვნელოვანია მაგრამ აი უამისობა აი იქ რომ არსად გამოჩდი და რაღაცნაირად დამთვრგუნველი არის იმიტომ რომ აი ახლა მაგალითად სტივენ კინგს სულ ფეხებზე კიდია ახლა რამე პრემიას მიანიჭებენ თუ არ მიანიჭებენ ხო და ფაქტობრივად მიანიჭებს იმიტომ რომ ეს აქვს იმიტომ რომ მე ყველა არ არის ეგრე მაგრამ როგორც წარმომედგენია პირველ რიგში შენ თავთან გაქვს ცოტა ის რომ რისთვის ვაკეთებდი ამ ყველაფერს რომ რაღაც ცოტა პატარა სტიმული გინდა რომ ის პრემიაც იგივე პონტია რომ დაინახავ მეტროში ვიღაცას შენი წიგნი უჭირავს ვიღაცამ შენი ლექსიდან ორი სიტყვა სტატუსად დაპოსტა ისე რომ არ დაგთაგა და მიხვდი რომ ანუ წყვილ არ შეგელაპარაკები რა რაღაცას აზრიანად ჩრომობ რა სტივენ კინგი რატო ვახსენე ხა სტივენ კინგმა იცის ზუსტად რომ ტირაჟები აქვს ისეთი რომ იცის რომ მილიონობით ადამიანი კითხულობს
მეც რომ მქონდეს სიტყვაზე ან ჩემს რომელიმე კოლეგას ეს 100,000-ობით 10,000-ობით შეკითხვა არ გაქვს საკუთარ თავთან ან ვიცი რატო აკეთებ ხო მოკლედ დახურე ერთი ისა წიგნი დაიწყე მეორის წერა მიუხედავად იმისა რამე მოიპოვა არ მოიპოვა და რა გააკეთა ესეც რო არ არის და ეს არავისთვის არ არის ფაქტობრივად ეს არის უბედურება თორე შენ ახლა მუსიკის სფეროში ხარ უფრო ჩახედული, ლიტერატურაშიც ხარ ჩახედული, რაღაც ტექსტები წლის განმავლობაში მე არ მახსენდება წელიწად ისე გასულიყოს, რომ აი რაღაც ტექსტი ისეთი, რომ ვერ წაიკითხო, ან არ ჩათვალო მნიშვნელოვნად, არ უნდა წავიკითხო, არ დაწერილი იყოს. ნებისმიერი ჟანრში ლიტერატურის ძალიან თარგმანიდან დაწყებული, რა ვიცი, პოეტური თან ისე არის, რომ ზოგი წიგნი არის, რომ გავარდება, ყველა მაგაზე ლაპარაკობს, თქვა, აი წაიკითხა, არ ვიცი კონკრეტულად რაღაცა არ გაგიჟდები, მაგრამ ისევ არ ანუ ხო ხვდები ვიღაცა სხვას რატო მოეწონა, რაღაცები არის გემოვნების ხასიათის და ჟანრის და რაღაც შეიძლება просто არ მოგეწონა რა, მაგრამ არა იმიტომ რომ სისულელე იყო ან ცუდი დაწერილი იყო ან ხო ხვდები რაღაც სიმღერა შეიძლება ჩართო და ანუ არ არის შენ რაღაც ჰიპ-ჰოპია, მაგრამ მიხვდე რომ აი ნახე იმათ ევასებაც და ოკეი, ანუ გაგატარებთ, ვისაც გჯერათ, თქვენ გაგატარებთ, მე ჩემ რაღაც სხვა რაღაცასთან დავრჩები და წიგნებში ხო ბევრი არის ეგეთი. ხო და აი ბევრი არა, მაგრამ ნუ რამდენიმე მაინც არის ხოლმე წელიწადში ხო. ხო და ისევ აი ეს პოლიტიკური ისტერია და ყოფნა არ ყოფნის ამბავი, გადარჩენის და ეს ეგზისტენციალური პრობლემების ამბავი ხო? აი ამ იმის გამო რომ პატარა ერი ვართ ხო, რაღაც 3-4 მილიონი ვართ ხო? აი ეს კულტურული, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი ავტორები ყავდეს და შემსრულებლები ყავდეს, მაინც ეს კულტურული ფენა არის ძალიან თხელი და ამის კიდე ფრაქციებად დაშლა არის კატასტროფა. აი ახლა რაც ხდება სიტყვაზე, რომ აი სრულად გაუცხოებული არის საზოგადოება და რაღაც საზოგადოების შემოქმედებითი ნაწილი ერთი მეორისგან და იმისგან პოლიტიკური ხელისუფლებისგან არის კატასტროფა და დამღუპელი ამ იმისთვის, ქვეყნისთვის და ჩვენი კულტურისთვის. ხო, ну აი რაღაცნაირად ეგესთან იმათაც უშუალოდ ხა მე მუსიკოსებიც მაგრამ სხვაებიც ეგრე არიან რა კონცერტი ჩავატარო რა დროს კონცერტია ხო არ წამომაზახებენ ანუ ცოტა ეგეც აგავს იმას შვები ეხა გეკეიფება ბუნებრივი ის არის ახლა მუდმივად მაგაში ხარ თან ფიქრობ რომ აბა რა ვქნა ანუ მოვკვდე თუ ანუ დროც ჩემი საქმე ეს არის რომ დრო კონცერტი ჩავატარო და ხო გამოსავალი მქონდეს მაშინ ალტერნატივა მითხარი რომ დენის ფულს რითი ვიხდი ძალიან რთული ამბავი არის ისიც ახლა რა ვიცი თუ უგრძნობი არა ხარ და ძალიან სქელი ტყავი არა გაქვს აი სიტყვაზე ატარებ რაღაც ღონისძიებას და იქ ან სპონსორი ან რა ვიცი თანა სპონსორი ან მონაწილე არის ისეთი ორგანიზაცია ან ისეთი ადამიანი რომელიც შენთვის სრულიად წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს ამ პოლიტიკური პოზიცია აქვს ან რაღაც ქმედებები გაუკეთებია ისეთი რომელთანაც არ გინდა არანაირად აფილირება ხო როგორ გინდა ამას თვალი დახუჭო ხო თან როგორი რაღაც არის იცი ეს კომპრომისი რაღაცნაირად ჭამს ამ იმას შემოქმედებით ენერგიას. შენ თავ ვარიანტში გჭირდება, იმიტომ რომ ყველას აქვს თავისთვის წითელი ხაზები, რომ თქვა ვისთან ითანამშრომლებდა და ვისთან არა. შეიძლება ეს იყოს რაც პოლიტიკური ნიშანი, შეიძლება არ იყოს, შეიძლება იყოს საქმიანობის ტიპის მიხედვით, რომ აი თქვა რაღაცა თამბაქოსთან არა, ან ალკოჰოლთან არა, ან აზარტულთან არა და ყველას თავისი ისა აქვს რა, რომ აი თქვა ვიღაც შეიძლება თქვას, რომ სიგარეტისგან ავიღებ ფულს, აზარტულისგან არა. სხვა შეიძლება იყოს, რომ არა, აზარტულისგან ავიღებ, იმას არ ავიღებ ალკოჰოლს. გააჩნია სახში როგორ ახარ, როგორ გქონია რაღაც სხვა ისინი. ანუ რაღაც კომპრომისებზე ყველა ვარიანტში ხელოვანი როცა ხარ გიწევს წასვლა და მე დაანადვილია რომ სხვები რომლებიც სხვა კომპრომისზე წავიდნენ თქვა პოლიტიკური ნიშნით წამოგაძახონ რომ აბა ის იმასთან რო შენ ნახე უკარა ლოგო გაქვს რაღაცა ჯოჯი წერია და ი ჯოჯი რა არის ხო არა ნუ ძიმე არის და გავუფრთხილეთ ერთმანეთს და სანამ ცოცხლები ვართ დადას მოუბრუნდები ისე ხა მაგასაც იყო ხოლმე რომ სანამ ცოცხალი იყო და გვეფასებინა უფრო რომელიც მე თან ფიქრობ რა რავი მაგრამ ევასება ტიპი ანუ მეტი რანაირად უნდა არ ჯერა რომ თვითონ ვერ გზნობდა ან არ იცოდა რა ადგილი ეკავა კულტურაში და თავის იმაში სფეროში რაშიც ის იყო ანუ მაგ სფეროში ჩემასაკში და უფროსებში და უმცროსებში ვისაც რაღაცა შეხება ქონია ხო იცი დადა და ქიშო და ლადო და ირაკლი არიან და კიდე რა ნიაზი რა რომელს გვარი რო არ ჭირდება რო იტყვი და გასაგებია ვიზეც არის ლაპარაკი დადაც ეგეთი იყო ანუ რა იტყვი რომ დადას მუსიკა და არა კითხო დადა ვინ გვარი გასაგებია ვინც ვე დადა ის ახლა სამწუხარო მიზეზი არის მაგრამ ნუ ესეთი სერიოზული და საფუძვლიანი მიზეზი არის რომ ვინცაც არ მოусმენია ან არ გაუგია ეჭვმეპარება ასეთი იყოს ხელახლა მოусმინოს და აღმოაჩინოს ხო ანუ ესეთი მასშტაბის შემოქმედის გარდაცვალება ყოველთვის იძლევა ამ იმპულსს რა რომ
ჩამოწერო ან ჩართო, ხარისხიანია თუ უხარისხო, ნუ მაინც მიხვდები იმ YouTube-ზე რაც არის და იმათ ვინ იყო, რა იყო, რა სათქმელი ქონდა და ახლა იმ გარემოში მაშინ იქ თვითონ იმაში თემში რა ფუნქციას ასრულებდა, ამაზე აი რაც ვილაპარაკეთ, ხო, ვიღაცამ უნდა ვიღაცებმა რაღაც მასშტაბური ის უნდა გააკეთონ პროექტი. ხო, თორე ნაკრავი ხო პატარ-პატარა რაღაცები და არის აქ ანუ ვერ იტყვი არავის არასდროსაც დაუწერია და არ უთქვამს, მაგრამ მე მგონი ვისაც დაუწერია, ისიც დამეთანხმება, რომ კიდე მეტი არის საჭირო და რაღაცნაირად ერთად შეკვრა და კონტექსტი და რაღაც ამბავი და ის შენ რა პოდკასტში იყავი ნიკო, რა თქვის? ბახალა შენ და ზმუკი არის, ანუ ეგ არის გიორგი გიორგანაშვილის იგივე ბახალასი და ნიკა კაჩაროვის პოდკასტი, რომელიც ახლა დაიწყეს. ორი წამყვანი იყავს და მე ხო იცი, მე ყურებით კი ვერ უყურებ ხოლმე მაგდენი. მე ჩამოვწერ პოდკასტი დაიწყო, მეთქი მე არ დამიწყანო, იმათია კაცო სტუმრად ვიყავ. აპლიკაცია მაქვს მე და აუდიოდ გადავწერ ხოლმე. ახლა ვიცი რომ რაღაც ფორმატი არის, ვიდეოს ყურება ჯობია, მაგრამ და მე რომ ვარჯიშობ ან დავდივარ რაღაცა უსმენთ. აი ესე მოგისმინეთ და იქ იყო რაღაც ისა, ახლა მე დიდი მელომანი არა ვარ, მაგრამ რაღაცეებს ხდებოდი. იციან ახლა ეგენიც ისე. ერთი ორი კაი ხუმრობა იყო, ის ვიზე თქვა, იმას ლენინივით არისო ბავშვებს უყვარს, რომ ვიღაცაზე თქვა, იმან მგონი კაჩაროვა. ეგენი ავაზაკები იყვნენ, ეგენი თვითონ უფრო როკ-ენ-როლი ცხოვრები ცხოვრობდნენ და მე უფრო მომიჯნავე ტიპი ვიყავი, რომელსაც მაინც ახლა ძალიან წესიერი და რაღაცა არა, მაგრამ ნუ ხო იცი ხასიათით რო არ ახარ კონტრკულტურული ტიპი და რაღაცა, უფრო ისეთი ვიყავი, რომ კონცერტებზე მივდიოდი და ეგენი ატარებდნენ კონცერტებს და დარბოდნენ აქეთ. კი, ნიჭიერი ხალხი არის. ჯვარი წერია დიდხანს იცოცხლო, მაგრამ აი რატო და იმიტომ როცა არიან ხო, თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. ეგ არის, ხო, ეგ არის. თითქოს ჩვეულებრივი ამბავია და მე უკვე რაც ხომ აი ეს მასშტაბი, სიცარიელე და რაღაცა მე ხვდები, რომ ჩამოვყვები ახლა იმებს, კომენტარებს, წინაზეც ხელოვნური ინტელექტზე გვილაპარაკია. აკაკი წერს, რომ სიტყვა მაზალოზე სულ ჯიმი მახსენდებაო. შენც იყენებ ხოლმე, ხო მეც მიყვარს ეს სიტყვა. ანუ იმიტომ კი არ შევეტენო ნიკოს გაგახსენდეს თქო, მაგრამ კაი სიტყვაა მაზალო. ინდიგო ფენიქსის შემდეგი დადადადიანზე გააკეთეთ რა, იმის შემდეგიო და გამოგვივიდა დაახლოებით კომპეტენციის ფარგლებში. უკვე ერთი წელია ჩემ ყველა სამეცნიერო კვლევის შედეგს ChatGPT-ს ვანდობ ზოგავ დროს, ფულს და ნერვებს და უსასრულო რიგებსო. დაშნიან ნანო წერს, რომელიც მოგონი ბოლომდე არ შეიძლება ეგრე, მაგრამ ცხადია რომ ხო რაღაც გზაზე დასაყენებლად, ხო ალბათ ესე რომ აი რაღაც თუ ეჭვი გაქვს რაღაცა ის ეჭვი ან გააქარწყლო ან გაამყარო ChatGPT-ს ჩაიკითხე. ანუ აუცილებელია ეგეც. ილო ნიკოლაიშვილი ჯიმი ყოველთვის ტოპია, ნიკოსაც არავუშავს, ერთ-ერთი იმას ვერ ხვდები, ნიკო ჩებოქსარელი იუთუბერივით YouTube-ს რატო ამბობს ხოლმე. ახსენი რატო ამბობდა YouTube-ს ვიტყვი ბოლომდე. არ მაინტერესებს ჩებოქსარელი. აქად გახარდა სხვაგვარად. საერთოდ საიდანღაც. ფრანსის თუგანს არ დაეზარა და ChatGPT-ს ხელოვნური ინტელექტის პასუხი დამიწერა, რომ გრძელი არის და არ წავიკითხავ, ეგეც შენ. კომისიას გამოვყოთ დასაკითხად. დიდი ტექსტი თუ არის, საფუძვლიანად ჩავუჭრე. ნიკ დვალიშვილი, ეს ნიკო ნარგაძე ცოტა ქალაჩუნა ტიპი ხო არ არისო? მერაბი არიცი, UFC არიცი, ფეხბურთი არიცი, გოლფი არიცი, მარტო ბიტლები სად მოგართვა ლანგრით. ეთყობა შენ ბავშვობაში მთლად კლასიკურად არ თამაშობდი ეზოშიო. ვინა ბიჭო. ვიტყობა არ ვიციო, просто არ უყურებ UFC-ს. კლასიკურად ეზოში რა. ოკეი. ჯიმის თემიდან თემაზე გადასვლას დავიჯერო AI გააკეთებს ასე კარგად არ მჯერაო, შანსი არ არის. ვერა. იმიტომ რომ ეგ იმას მოითხოვს შთაგონებას. და დაახლოებით 2023 წელს ვეფხისტყაოსანს რო შევაგდებ და დიუნის ან Blade Runner-ის ხარისხს დაგვიბრუნებს, მე ამ clickbait-ის გამო ბოდიშის პოდკასტი ჩაწერეთ, თუ მიგვაღწევიეს იქამდეო, გიორგი ქარჩავა წერს. აიცი რა მაინტერესებს რა. გულწრფელად მაინტერესებს, რომ რობოტის დაწერილი სიმღერა რატო შეიძლება რომ აი თუ იმის უკან არ დგას ადამიანის განზრახვა, თუ ვიღაცას რაღაცა სურვილი არ ქონდა, რომ გინდა ლექსი დაეწერა, გინდა ChatGPT ბარე 2 კი არა 90% უკეთეს მარკეტინგულ ტექსტებს დაწერს, ვიდრე ახლა ვხედავ ხოლმე და უკეთესი ქართულით და უკეთესი იუმორი იქნება და ყველაფერი, მაგრამ სადაც ხელოვნებაა, თუ ეს სადღაც ვიღაც ტიპი არ დგას იმის უკან. მე მაგრამ კიდი, ანუ აი
ხო, იმ დაშვებით ახლა უყურე თეატრის არ იყოს, ხო, თეატრში ხო ყველა ვიცით რომ დადგმული არის და თამაში, მაგრამ მე დიდი მსახიობი, კარგი მსახიობი რა არის, რო გრძნობს რაღაცას, ის გადმოდის თორე ახლა ის რო იყოს, ნუ როგორ გზა, თოჯინების რო არია, ხო, თოჯინების ადამიანი დგას და ის იმის ემოცია დგას, ხო და აქ თუ ეგ მომენტი არ იქნა და ეგ მომენტი არ არის როგორ ჩანს, ხო, მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება მაშინ ის მუღამი თუ სიტყვაზე აი ვიღაცის გაკეთებული ამ ხელოვნური ინტელექტის ამათ შორის ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო ამსგავსებს ადამიანის გრძნობას, ხო? თორე ეგრე ხო ვილაპარაკეთ წინაზეც კაცო, მოჭადრაკეებს უგებს, მაგრამ აი ის ორი მოჭადრაკე კონკრეტულად რო თამაშობს, თავიანთი ემოციები, თავიანთი შეცდომებით, რაღაც გაელვებით, ამით იმას აქვს მუღამი. UFC ვახსენე და რობოტი რომ მოვიდა მერაბდვალიშვილს ასწავლის და სულას რკინის ტიპი დააჩაკუჭებს, იმიტომ რომ ვერ მოერები ის აქვს, რკინა აქვს და ნერვები არ აქვს. ის რაჭირად უნდა მაგის იყურება, ხო? აი სად გამოგადგა მერაბი. აი სად გამოგადგა მერაბი. და მეორე ხა იგივე მთელი მე-20 საუკუნის და მანამდეც თუ არის ხოლმე ლაპარაკი იმაზე, გინდა პოსტმოდერნული, გინდა ისე რომ რა მიმართებაშია ტექსტი და ავტორი, რომ ავტორის სიკვდილი, რომ მე მგონია რომ ბოლომდე ავტორის გარეშე ტექსტი არ არსებობს, იმიტომ რომ თუ აი ისე ვერ ხვდები რა აზრი აქვს რაღაცის წაკითხვას, რომ ვიღაცამ რაღაცა თუ არ იგრძნო. შეიძლება ვიღაცამ რაღაც ქორიძეს შეყვარებული იყოს და უბანძესი ლექსი დაწეროს, რომელზე გაცილებით უკეთეს დაწერს რაღაცა დიპსიკი, მაგრამ არ მინდა რა რობოტს გრძნობა არ აქვს. როცა გრძნობა ექნება დაწენო ლექსი, ბაზარი არ არის. ხო, მაგრამ ეგეც ის არის, მე მგონი, ხო, აი ავტორს რომ მოწყდება და მე ავტორისგან დამოუკიდებლად რო აგრძელებს ტექსტი და ის ნაწარმოები ცხოვრებას მაგაზი არის, იმიტომ რომ შენ შეიძლება ერთი რამე იგრძენი სიტყვაზე და აი ამან დაგაწერინა, მაგრამ იმ ტექსტმა მე ვიღაც 1000 ტიპში სხვადასხვა ემოცია და ის გააღვიძა და გამოიწვია. მაგრამ იმის უკან აი რაღაცა თავიდან ის ნაპერწკალი უნდა იყოს, თორე ბევრი წიგნია რომელიც ტიპები წერდნენ, ანუ როგორც გამიგია იმაზე 80,000 ლია წყალქვეშ თუ იმებზე რომ თქვათ ეგონა რომ მაღალ ლიტერატურას წერდა და სინამდვილეში დარჩა როგორც უფრო სამეცნიერო ფანტასტიკა თუ საბავშვო, ზოგი იყო რომ რაც გასართობად, არ ვიცი სერვანტესი რამდენად მართალია რომ რაც უფრო სათავგადასავლოდ მიაჩნდა რომ წერდა და იყო აი დასავლურ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოები საერთოდ რაც დაწერილი, რა განსაზღვრია, რავი, ყველას უნდა რომ კაი გააკეთოს და ზოგი კაი გამოდის და ზოგი არა. შემდეგი აქვს რომ ატაკ ATQ 213 ნიკო დავწერე კომენტარი როგორც ვთხოვე ვიდეოს ბოლოს ახლა რა ვქნაო. ეხლა ის ხელი წყალი არ გექნება დალეული, ერთი ჭიქა წყალი დალია აუცილებელი არის ჰიდრაციისთვის. არა არ ვამთავრებ ჯერ კიდე არის აქ. ის ქორიძე მიკეთებს უკიდან ესე რომ მორჩითო, იმიტომ რომ ქორიძეს გონია რომ პროდიუსერია ჩვენ და სინამდვილეში არის დაქირავებული მუშაკი. ხო, შენ საჭმელზე ვერ ვიქნებით აწყობილი და მანამდე შენ წყალი დალია. სოფო ზედაშვილი წეს დაუბრუნეთ ქორიძეს მიკროფონი არის მისო და აქამდე მინდოდა რომ ჩავსულიყავე. არავის არის წაურთმევია ქორიძესთვის მიკროფონი. თვითონ თავისი საქმეა რომ დაიდგას მიკროფონი რომ ხმას რო ამოიღებს ადამიანებს კარგად ესმოდეთ და თან რა უნდა დათოს რომ ის კონდეს აქ პრეზენს რო თვითონაც არის რომ მოგესალმებით ბიჭებო რაღაცა დაიწყოს. ოღონდ ის ეზარება რომ მიკროფონი დადოს და მე დაადოს თავისივე ხმა იმას და ესეც აქედანაც უნდა და იქიდანაც უნდა. და არ გამოვა ესე. რა დონეზე არ უნდა იცნობდე ქორიძეს რომ იფიქრე რომ მას ვინმე რამეს წაართმევს. არავინ არაფერს არ წაართმევს. და ეხლა თან დავინახე რომ მიკროფონი არ აქვს. უფრო ადვილია რომ აქედან რაღაცა მიკროფონი მაქვს და შემიძლია ჩავრთო ხოლმე, მაგრამ ძალიან კაი. არ მინდა მოკლედ რა. არ მინდა რომ ამ გადაცემის ნაწილი ვიყო. ესე რა. კაი, არ მიყვარს ხოლმე ქორიძესთან გაკეჭნავება. მე კომენტარებს წერენ ხოლმე რომ ამათ მგონის ძულთ ერთმანეთი და არა, ეს კადრს გარეთ მეგობრობთ ხოლმე. მადლობა ვინც გვიყურეთ ბოლომდე, დაგვიწერეთ როგორც გითხარით კომენტარი და მე გეტყვით რა ქნათ შემდეგ ნაბიჯი რამდენი. კარგად. ნახვამდის.